უწმინდეს ემშვიდობებიან კახეთის სატახტო ქალაქ თელავში და მის ზღვარდაუდებელ ღვაწლზე საუბრობენ, ამბობენ, რომ მისი გარდაცვალებით ეპოქა დასრულდა. პატრიარქს ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, მართლა შემიძლია თქვა კარგი. და აი მართლა შემიძლია თქვა ის, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ერი ინატრებდა ესეთი პატრიარქი ყოლოდა. როგორიც ჩვენი პატრიარქი ილია მეორე იყო. ჯერ ის რომ ამდენი ეკლესიები და ტაძრები ააშენა. ამდენი მოქმედება დაიწყო ყველა ტაძრებმა და ეკლესიებმა და მრევლი მოაქცია რაც თავარი. ახალგაზრდობა კიდე განსაკუთრებით. მაგაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ითქვას, რომ ამის თანაპატრიარქი ჩვენ არ წყვილია ალბათ. ამას ისევ დრო გამოაჩენს კიდე შევხედოთ როგორ იქნება. ძალიან განვიცდით. ხალხში ძალიან დიდი გლოვა. აი ნორმალურად თითქოს რაღაცა ჩაგწყდა გულში რა, ესეთი რაღაცა მოხდა უცებ. ყველაზე მაგარი ადამიანი იყო და რა ვიცი, საქართველოს დაუბრუნდა მაგ ადამიანის გარდაცვალებით და მართლა ძალიან განვიცადე და მარტო საქართველოს კი არა, სრულიად ქრისტიანებისთვის დიდი ტრაგედია მაგ ადამიანის გარდაცვალება რა. ჩვენთვის იყო საუკუნის მოვლენა, პიროვნება, განუმეორებელი. მე ვფიქრობ ხოლმე ხანდახან, რომ უფალი რომ დგომოდა გვერდით ამდენ საქმეს ერთი ადამიანი ფიზიკურად ვერ შეძლებდა, შეიძლება ითქვას, მოდა ის იყო ჩვენი სულიერი მოძღვარი და რაც მთავარია ეს ძველი ქრისტიანული ქვეყანა მე-20 საუკუნეში უკვე როდესაც მობრძანდა უკვე როგორც საჭეთმხრობელი ეკლესიისა იმ მდგომარეობაში იყო რომ არ ვიცი ალბათ სატანა ეჩინოდა რა მაგდროს და შეძლო მან რაღაც საოცარი კიდევ ვიმეორებ უფლის დახმარებით შეძლო მან რომ ის გაეკეთებინა და ისე პირნათელი წასულიყო რაც ფალმა დაავალა. პატრიარქის გარდაცვალება რა თქმა უნდა უდიდესი დანაკლისია საქართველოსთვის შეიძლება ითქვას რომ სულიერი მამა დაკარგა საქართველოს. სულ სამჯერ მქონდა ბედნიერება რომ პატრიარქი ახლოდან მენახა და სამჯერვე ცრემლების ფარდის იქით დავინახე, იმიტომ რომ მისი შეხედვისას ცრემლები ღვარად მომდიოდა. ეს იყო არა მარტო ჩვენი დიდი მამა, ეს იყო ეპოქალური პიროვნება, ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა და პატრიარქის წასვლით დასრულდა ერთი დიდი ეპოქა. თუმცა ჩვენ გვანუგეშებს ასე ვთქვათ, მაცხოვრის სიტყვები, რომ რომელი მოკვდეს, სხონდესვე. ფალთან წავიდა ჩვენი დიდი